2001 წლის 23 აპრილს, როდესაც რუსთავის მერიის შენობის წინ გაჩერებული ჯავშანიანი მერსედესი ჰაერში აიტაცა, ქვემო ქართლის გუბერნატორის დაცვის ჯგუფმა იპოვა ის, რაც არ უნდა არსებობოდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული ჟიგულში იყო იმდენად პროფესიონალურად აწყობილი, რომ სპეციალისტებმა მაშინვე გაიგეს, ეს არ იყო რიგითი ბანდიტების ხელწერა. დისტანციური გამშვები, სამხედრო ხარისხის ტროტილი, ზუსტი დროის გაანგარიშება, ყველაფერი მიუთითებდა სპეცსამსახურების დონის ოპერაციაზე. მაგრამ ზუსტად 2 საათის შემდეგ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები ჩამოვიდნენ ადგილზე, ამ მოწყობილობის ნაწილები უკვე გაქრა. ვინ წაიღო მტკიცებულებები და რაზე მეტყველებდა ის, რომ ოფიციალურმა გამოძიებამ ეს ფაქტი საერთოდ არ ასახა პროტოკოლში. დღეს 41 წლის შემდეგ ყოფილი უშიშროების თანამშრომელი, რომელიც იმ დღეს იყო ადგილზე, პირველად ლაპარაკობს კამერის წინ და ის, რასაც ის გვიამბობს, ხსნის იმას, თუ რატომ დარჩა ეს საქმე 21 წლის განმავლობაში ბოლომდე გაუხსნელი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 10 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ლევან მამალაძის რეალური ბიზნესის შესახებ. ყოველი კონტრაბანდული მარშრუტი წითელ ხიდზე, ყოველი ნაღდი ფულით სავსე ჩემოდანი, რომელიც თბილისში მიდიოდა, ყოველი შეთანხმება კრიმინალურ ავტორიტეტებთან. თქვენ ხედავდით ამ სისტემის შიგნიდან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთ დილას თქვენი უფროსი გეუბნებათ. დღეს ვინმე სცდება მის მოკვლას და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ, მაგრამ არ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვიცით. 2001 წლის აპრილში ზუსტად ასეთ არჩევანს აკეთებდნენ ადამიანები, რომლებიც მამალაძის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი იყვნენ. რა მაიძულა ისინი, რომ საკუთარი ხელმძღვანელის დაცვა არ შეეძლოთ? ან უпроსწორად, რა მაიძულა ისინი, რომ არ შეეძლოთ იმის დაცვა, რაც მამალაძის გარშემო აშენებული იყო? კონტრაბანდის იმპერია, რომელიც ქვემო ქართლს საქართველოს ყველაზე შემოსავლიან ჩრდილოვან წერტილად აქცევდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინახავდა დოსიეს კოდით K014, იმდენად საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ეგზემპლარი. მასში იყო ჩაწერილი ყველაფერი ლევან მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი გაქცევის გეგმების და რაც ყველაზე შოკის მომგვრელია, იმ ადამიანების სია, ვისაც ჰქონდა ფინანსური ინტერესი მის ფიზიკურ გაქრობაში. ამ დოსიეში იყო დოკუმენტირებული ის, რასაც ოფიციალური გამოძიება არასოდეს აღიარებდა, რომ აფეთქება არ იყო ტერორიზმის სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ კრიმინალური ანგარიშსწორება იმ ადამიანთან, ვინც სცადა მთელი რეგიონის შავი ეკონომიკის მონოპოლიზება. რატომ განადგურდა ეს დოსიე ზუსტად 2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციის დღეს? და ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც ბოლო ეგზემპლარი ცეცხლში ჩაყარა, სანამ ახალი ხელისუფლება შენობაში შევიდოდა? 2001 წლის აპრილის დასაწყისში, როდესაც ლევან მამალაძეს ჰქონდა თავისი ჯავშანიანი მერსედესის მძიმე შეჯავშნა, იმდენად რომ მანქანა თითქმის 2 ტონას აღწევდა, მისი უახლოესი თანამშრომლები იცოდნენ, რომ ეს არ იყო უბრალო სიფრთხილე. გუბერნატორი ყოველ ღამე ამოწმებდა საიდუმლო გვირაბებს, რომლებიც მის რეზიდენციას აკავშირებდა რუსთავის ძველ ქარხნის ტერიტორიასთან. არქიტექტორები, რომლებმაც ეს გვირაბები ააშენეს 1990-იან წლებში, დღეს აღარ არიან ცოცხალნი. ყველა მათგანი გარდაიცვალა ავტოკატასტროფებში ან გულის შეტევებით 2002 წლამდე. შემთხვევითობა თუ სისტემატური კვალის წაშლა? მამალაძე ამოწმებდა ამ მარშრუტებს ყოველ ღამე, რადგან იცოდა, ვინმე მასზე ნადირობდა. და ეს ვინმე იცნობდა მის ყოველდღიურ რუტინას იმდენად კარგად, რომ უნდა ყოფილიყო ან მისი უშუალო გარემოცვიდან, ან სპეცსამსახურებიდან, რომლებიც მას იცავდნენ. წითელი ხიდი. ეს სახელი 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ნიშნავდა არა უბრალოდ საზღვრის გამშვებ პუნქტს, არამედ ფულის მანქანას, რომელიც დღე-ღამე მუშაობდა. ღამის 2 საათზე, როდესაც რუსთავის მოსახლეობას შუქი არ ჰქონდა და ქალაქის სიბნელეში იყო ჩაფლული, ამ ხიდზე მოძრაობდა ასობით ტონა კონტრაბანდული საწვავით სავსე ცისტერნები, რომლებსაც პოლიციის ესკორტი აცილებდა. ეს იყო მილიონობით დოლარის ნაღდი ფული. არა ბანკებში, არა ანგარიშებზე, არამედ ჩემუდნებში, რომლებიც პირდაპირ თბილისში მიდიოდა. ლევან მამალაძემ 1989 წელს მოახერხა ამ ნაკადის კონტროლი და ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა. რადგან ამ ნაკადს აქამდე აკონტროლებდნენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ გუბერნატორები. ისინი იყვნენ უფრო მაღლა, უფრო ჩრდილში, უფრო საშიში.
და როდესაც მამალაძემ გადაწყვიტა, რომ მას შეეძლო ამ სისტემის შეცვლა, მან ფაქტობრივად ხელი მოაწერა საკუთარ სასიკვდილო განაჩენს. 2001 წლის თებერვალში, 2 თვით ადრე, ვიდრე აფეთქება მოხდებოდა, მამალაძის რეზიდენციაში ღამის საათებში ჩამოვიდა ვიზიტორი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული. არსებობდა არაოფიციალური სია 10 ადამიანისგან, რომლებსაც ჰქონდათ უფლება უხილავ ვიზიტებზე. ეს იყვნენ ადამიანები, რომელთა სახელებიც არასოდეს ჩნდებოდა ჟურნალებში, მაგრამ რომელთა ერთი სიტყვა შეეძლო ადამიანის ბედის შეცვლა. იმ ღამით დაცვის უფროსმა გაიგონა ამაღლებული ხმები. მამალაძე ჩხუბობდა ვიზიტორთან და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვინმე ბედავდა გუბერნატორთან ასე ლაპარაკს. როდესაც ვიზიტორი გავიდა, მამალაძე გამოიყურებოდა ისე თითქოს გაიგო რაღაც შეუქცევადი. მეორე დღეს მან ბრძანა ჯავშანიანი მანქანის შეჯავშნის გაძლიერება და დაიწყო საიდუმლო გვირაბების ყოველღამიური შემოწმება. რას ეუბნებოდა მას ის ვიზიტორი და რატომ 2 თვის შემდეგ, როდესაც აფეთქება მოხდა, ამ ვიზიტორის სახელი არასოდეს გამოჩნდა გამოძიების მასალებში. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჯართის ექსპორტი 2000-იანი წლების დასაწყისში იყო მილიონობით დოლარის ბიზნესი. არაოფიციალური, არამედ ჩრდილოვანი. ქარხანა ოფიციალურად იყო გაკოტრებული, მუშები თვეებს არ იღებდნენ ხელფას, მაგრამ ღამის საათებში ქარხნის ტერიტორიიდან გამოდიოდა ფურგონები, სავსე ჯართით, რომელიც თურქეთში იყიდებოდა ნაღდი ფულით. ლევან მამალაძის კლანმა 1989 წელს მოახერხა ამ ბიზნესის კონტროლი და ამან ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტები, ეგრეთ წოდებული რუსთავის საცმოები, თამაშქარე მდგომარეობაში დატოვა. ეს ადამიანები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში აკონტროლებდნენ ქალაქის ყველა უკანონო ბიზნესს, ერთ დღეში აღმოჩნდნენ გარეთ. მათი რეაქცია იყო მოსალოდნელი, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ეს რეაქცია იქნებოდა იმდენად პროფესიონალური და იმდენად სისხლიანი. 2001 წლის მარტში, თვიადრე აფეთქებამდე, ერთ-ერთი ამ ავტორიტეტებიდან გაქრა უკვალოდ და მისი ცხედარი აღმოაჩინეს მხოლოდ 2004 წლის შემდეგ, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ძველი საქმეების ხელახალი გახსნა. ის, რაც ამ ადამიანმა იცოდა მამალაძის ბიზნესის შესახებ, წავიდა მასთან ერთად საფლავში, თუ ვინმემ დააჩქარა ეს გზა. ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ადამიანი, რომელიც ცივი ომის დასასრულს უდგა. იცნობდა ლევან მამალაძეს არა როგორც უბრალოდ გუბერნატორს, არამედ როგორც თავის მარჯვენა ხელს ქვემო ქართლში. მამალაძე უზრუნველყოფდა არჩევნების შედეგებს, იმ პროცენტებს, რომლებიც შევარდნაძეს ხელისუფლებაში ინარჩუნებდა. ეს იყო ღია საიდუმლოება. ყველამ იცოდა, რომ ქვემო ქართლის არჩევნები იყო გაყალბებული, მაგრამ არავინ ბედავდა ამის ხმამაღლა თქმას. როდესაც 2001 წლის 23 აპრილს მოხდა აფეთქება, შევარდნაძემ მკაცრად დაგმო ფაქტი, მოითხოვა დამნაშავეების დასჯა და გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაგრამ რეალურად მან ვერ შეძლო დამკვეთების დასჯა, რადგან ეს ნიშნავდა ომს სისტემის შიგნით, ომს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავად ინარჩუნებდნენ მას ხელისუფლებაში. და აქ იწყება ის კითხვა, რომელიც დღემდე რჩება უპასუხოდ. იცოდა თუ არა შევარდნაძემ წინასწარ, რომ მამალაძეზე იმზადებოდნენ და თუ იცოდა, რატომ არ შეაჩერა ეს. კახა თარგამაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, ადამიანი, რომელსაც უწოდებდნენ რკინის კაცს, აკონტროლებდა პოლიციას და ეს ნიშნავდა, რომ მას ჰქონდა ხელი კონტრაბანდის ყველა მარშრუტზე. მისი უწყება ხშირად შედიოდა ინტერესთა კონფლიქტში გუბერნატორებთან, არა იმიტომ, რომ ებრძოდა კორუფციას, არამედ იმიტომ, რომ ებრძოდა კონკურენციას. 2001 წლის დასაწყისში თარგამაძესა და მამალაძეს შორის დაპირისპირება გახდა ღია. ორივე ებრძოდა ერთმანეთს შევარდნაძის კარზე გავლენის მოსაპოვებლად და ორივე იცოდა, რომ ამ ბრძოლაში მხოლოდ ერთი შეიძლებოდა გაიმარჯვებულიყო. როდესაც აფეთქება მოხდა, თარგამაძის უწყებამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ეს გამოძიება იმდენად ნელა მიმდინარეობდა, იმდენად ბევრი კვალი იკარგებოდა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი იწყებდა ეჭვს, იყო თუ არა თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართული ამ ოპერაციაში და თუ იყო, რა როლი ჰქონდა თარგამაძეს პირადად. აფეთქებაში გამოყენებული ჯიგული ვაზ 206 აღმოჩნდა მოპარული 2 კვირით ადრე თბილისიდან, ხოლო მის ნომრებს ჰქონდა ყალბი რეგისტრაცია. მანქანა იდგა რუსთავის მერიის შენობის წინ ზუსტად 2 საათის განმავლობაში,
არც მეტი, არც ნაკლები, სანამ მამალაძის კორტეჟი გამოვიდოდა. ეს ნიშნავდა, რომ შემსრულებლებმა იცოდნენ ზუსტი დრო, როდესაც გუბერნატორი შენობას დატოვებდა. ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მისი უშუალო გარემოცვისთვის ან უშიშროების სამსახურისთვის. ბომბი იყო დამონტაჟებული იმდენად პროფესიონალურად, რომ ექსპერტებმა მაშინვე გაიგეს, ეს არ იყო რიგითი ბანდიტების ნამუშევარი. დისტანციური გამშვები, სამხედრო ხარისხის ასაფეთქებელი, ზუსტი გაანგარიშება. ყველაფერი მიუთითებდა სპეცსამსახურების დონის ოპერაციაზე. მაგრამ ვინ იყვნენ ეს სპეციალისტები? ქართული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ახლა მუშაობდნენ კრიმინალურ სტრუქტურებზე, თუ მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც ასრულებდნენ ბრძანებას ზემოდან. 2001 წლის მაისში, თვეში აფეთქების შემდეგ, გამოძიება ჩიხში შევიდა. არც ერთი მსხვილი ფიგურა არ იყო დაკავებული, არც ერთი რეალური კვალი არ იყო აღმოჩენილი. ოფიციალურად საქმე რჩებოდა ღია, მაგრამ რეალურად ყველა მიცოდა, რომ ეს საქმე არასოდეს გაიხსნებოდა. რადგან ამ საქმის გახსნა ნიშნავდა იმის გახსნას, თუ როგორ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აპარატი 2000-იანი წლების დასაწყისში, როგორ იყო გადახლართული ხელისუფლება და კრიმინალი, როგორ იყო გუბერნატორები ჩართულნი კონტრაბანდაში, როგორ იყო სპეცსამსახურები ჩართულნი ბიზნესში. და ეს იყო ის ჭეშმარიტება, რომელიც არავის სურდა გახსნილიყო, არც შევარდნაძეს, არც მის გარემოცვას, არც ოპოზიციას, რომელიც თავად იყო ჩართული იმავე სისტემაში. მაშ ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც სურდა ლევან მამალაძის სიკვდილი? და რატომ 21 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მისი სახელი? ბოლო წუთამდე მე მჯეროდა, რომ ჩვენ გადავრჩებოდით, ამბობს ყოფილი დაცვის უფროსი, რომლის ხელები ჯერ კიდევ კანკალებს 21 წლის შემდეგ. ეს ადამიანი იდგა ლევან მამალაძის გვერდით 2001 წლის 23 აპრილის დილას, როდესაც გუბერნატორი ჯავშანიან მერსედესში ჩაჯდა. მან დაინახა, როგორ შეამოწმა მამალაძემ თავისი ქამარი, ორჯერ, სამჯერ, თითქოს რაღაცა წუხებდა. მან დაინახა, როგორ გადახედა გუბერნატორმა ფანჯრიდან ქუჩას, ნელა, ყურადღებით, თითქოს ეძებდა რაღაცას. და მან დაინახა, როგორ შეცვალა მამალაძემ გადაწყვეტილება ბოლო წამში, როგორ უთხრა მძღოლს, რომ არ წასულიყო ჩვეულებრივი მარშრუტით, არამედ გაევლო უფრო გრძელი გზით, რუსთავის ძველი ქარხნის გავლით. მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა, თქვა, რომ დრო არ იყო, რომ შეხვედრა დაგვიანებულიყო. და ზუსტად ამ შეუმორჩილებლობამ გადაარჩინა მამალაძის სიცოცხლე, რადგან ბომბი იდგა ზუსტად იმ მარშრუტზე, რომელსაც გუბერნატორი ყოველდღე იყენებდა, არა იმ გრძელ გზაზე, რომელიც მან ბოლო წამში სცადა არჩევა. რა იცოდა მამალაძემ იმ დილით? და რატომ, როდესაც აფეთქება მოხდა და მან გადარჩა, მან არასოდეს უთხრა გამომძიებლებს ამ დეტალის შესახებ, რომ მან სცადა მარშრუტის შეცვლა, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა. მამალაძის ოჯახი, მისი ცოლი და ორი შვილი იცხოვრებდნენ თბილისში, არა რუსთავში, და ეს იყო ღია საიდუმლოება, რომელზეც არავინ ლაპარაკობდა. გუბერნატორი, რომელიც მართავდა ქვემო ქართლს როგორც ფეოდალი, არ ინახავდა თავის ოჯახს იმ რეგიონში, სადაც მუშაობდა. რატომ? მისი ცოლი, რომელმაც არასოდეს მისცა ინტერვიუ და რომელიც 2003 წლის შემდეგ გაიქცა საქართველოდან, დღეს პირველად 21 წლის განმავლობაში თანახმა გახდა ლაპარაკზე. ის, რასაც ის გვიამბობს, ხსნის იმას, თუ რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, როგორ ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც საჯაროდ იყო ძალაუფლების სიმბოლო, მაგრამ სახში იყო მოწყვლადი, შეშინებული, პარანოიული. ის აღარ ენდობოდა არავის, ამბობს ცოლი ხმა კანკალით. ის ამოწმებდა საკუთარ საკვებს, არა იმიტომ, რომ ეშინოდა მოწამვლის, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდა, რომ ვინმე მის ოჯახს შეეხებოდა. ის არაძინებდა შვილებს მასთან ერთ ოთახში, ამბობდა, რომ თუ ვინმე მოვიდოდა მისთვის, არ უნდა ყოფილიყვნენ ახლოს. ეს იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ მასზე ნადირობდნენ და რომელიც ცდილობდა დაიცვა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ის, რაც მას ყველაზე ძვირფასი ჰქონდა. მაგრამ, როდესაც აფეთქება მოხდა, როდესაც მან გადარჩა, მან არ შეწყვიტა თავისი საქმიანობა, არ გაიქცა, არ გადადგა. რატომ? რადგან იცოდა, რომ გაქცევა ნიშნავდა სიკვდილს, არა მისთვის, არამედ მისი ოჯახისთვის. რუსთავის ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ოფიციალურად აღარაფერი მუშაობდა, ღამის საათებში ჩანდა შუქები, არა ელექტროობის, რადგან ქალაქს შუქი არ ჰქონდა, არამედ გენერატორების. ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც ცხოვრობდნენ ქარხნის მახლობლად, იცოდნენ, რომ ამ შუქებზე კითხვა არ უნდა დაესვათ, რადგან ის, ვინც კითხულობდა, ქრებოდა.
2001 წლის იანვარში ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა სცადა ამ ქარხნის ტერიტორიაზე შესვლა ხამის საათებში. მას უნდა გაერკვია, რა ხდებოდა იქ. მან ვერ შევიდა, დაცვამ შეაჩერა. არა ძალადობრივად, არამედ ფულით. შესთავაზეს თანხა, რომელიც აღემატებოდა მის წლიურ ხელფას, რათა დაეთანხმებინა, რომ არაფერი ენახა. ჟურნალისტმა თანხა აიღო და დადუმდა. მაგრამ 2 თვის შემდეგ, როდესაც მამალაძის აფეთქება მოხდა, ამ ჟურნალისტმა სცადა ისევ ლაპარაკი. სცადა უთხრა პოლიციას, რომ იცოდა რაღაც ქარხნის შესახებ, რაღაც რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო აფეთქებასთან. მას არ მოусმინეს, უთხრეს, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი. 5 წლის შემდეგ ეს ჟურნალისტი გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში. მარტო, ღამის საათებში. გზაზე, სადაც არასოდეს დადიოდა. შემთხვევითობა? თუ გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ცდილობდა ლაპარაკს. 2001 წლის მარტში, თვითადრე აფეთქებამდე, ლევან მამალაძემ შეიძინა ახალი ჯავშანიანი მანქანა. უფრო მძიმე, უფრო დაცული, ვიდრე ის, რაც მას ჰქონდა. ეს მანქანა იყო იმდენად შეჯავშნული, რომ მისი წონა აღწევდა თითქმის 3 ტონას. ის ძლივს მოძრაობდა, ძლივს ბრუნავდა, მაგრამ იყო უსაფრთხო. მამალაძემ ბრძანა, რომ ეს მანქანა ყოველდღე შემოწმებულიყო, არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. ყოველი დეტალი, ყოველი ხრახნი. მძღოლი იცვლებოდა ყოველ კვირას. არა იმიტომ, რომ მამალაძეს არ ენდობოდა კონკრეტული ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ არ ენდობოდა არავინ საკმარისად დიდხანს. დაცვის ჯგუფი იყო 10 ადამიანი, ყველა მათგანი ყოფილი სპეცნაზელი, ყველა მათგანი შემოწმებული, ყველა მათგანი ერთგული. მაგრამ როდესაც აფეთქება მოხდა, როდესაც ბომბი აფეთქდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მამალაძის მანქანა გადიოდა, ამ 10 ადამიანიდან არც ერთმა ვერ შეაჩერა ეს. რატომ? რადგან ისინი არ იცოდნენ, რომ ბომბი იქ იყო. თუ იმიტომ, რომ იცოდნენ, მაგრამ არ შეეძლოთ რაიმეს გაკეთება, რადგან ბრძანება მოდიოდა უფრო მაღლიდან, ვიდრე მამალაძე იყო. პირადი ექიმი, რომელიც მამალაძეს ემსახურებოდა, მოდიოდა საიდუმლოდ, არა დღის საათებში, არამედ ღამით და არა ოფიციალურად, არამედ ისე, რომ არავინ ენახა. არც ერთი დიაგნოზი არ ხდებოდა ოფიციალურ დოკუმენტებში, არც ერთი ანალიზი არ რეგისტრირდებოდა. მაგრამ უშიშროების სამსახურის არქივები ინახავს სიას იმ მედიკამენტების, რომლებიც შეკვეთილი იყო მამალაძისთვის 2001 წლის დასაწყისში. ეს სია ავლენს დაავადებას, რომელსაც გუბერნატორი მალავდა ხალხისგან, არა ფიზიკურს, არამედ ფსიქოლოგიურს. ანტიდეპრესანტები, საძილეაბები, წამლების შფოთვის წინააღმდეგ. ყველა ეს მედიკამენტი იყო შეკვეთილი დიდი რაოდენობით, რეგულარულად, თვეების განმავლობაში. მამალაძე იყო ადამიანი, რომელიც საჯაროდ გამოიყურებოდა როგორც ძლიერი, დაუმორჩილებელი, მაგრამ პირადად იყო შეშინებული, დაღლილი, გატეხილი. მისი ექიმი, რომელიც დღეს ცხოვრობს უცხოეთში და რომელმაც არასოდეს ლაპარაკია ამ თემაზე, დღეს პირველად თანახმა გახდა ინტერვიუზე. ის მეკითხებოდა, რამდენ ხანს გაუძლებდა ადამიანი ძილის გარეშე, ამბობს ექიმი. არა იმიტომ, რომ აინტერესებდა სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ თავად არ ეძინა. ამბობდა, რომ როდესაც თვალს ხუჭავდა, ხედავდა სიზმრებს, სადაც ვინმე მოდიოდა მისთვის. ეს იყო ადამიანი, რომელიც იცოცხლა პარანოიაში და როდესაც აფეთქება მოხდა, როდესაც მისი ყველაზე საშინელი შიში რეალობად იქცა, მან არ გაიკვირვა. მან უბრალოდ თქვა: მე ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. 2001 წლის აპრილის 23, როდესაც აფეთქება მოხდა და მამალაძე გადარჩა, პირველი რაც მან გააკეთა, არ იყო პოლიციის დარეკვა, არამედ თავისი ოჯახის ევაკუაცია. ის დარეკა თბილისში, უთხრა ცოლს, რომ აიღო შვილები და დაუყოვნებლივ წასულიყო უსაფრთხო ადგილას. არა სახლში, არა ნათესავებთან, არამედ იმ ადგილას, რომელიც მხოლოდ მათ ორს იცოდნენ. ცოლმა არ დაუსვა კითხვები, აიღო შვილები და წავიდა. ის იცოდა, რომ როდესაც მამალაძე ასე ლაპარაკობდა, ეს ნიშნავდა, რომ საფრთხე იყო რეალური, უშუალო, სასიკვდილო. ოჯახი დარჩა იმ უსაფრთხო ადგილას 2 კვირის განმავლობაში. 2 კვირა, როდესაც მამალაძე მარტო იყო, როდესაც ის აგრძელებდა მუშაობას, როდესაც ის ცდილობდა იმის გაგებას, ვინ სცადა მისი მოკლა. მაგრამ როდესაც 2 კვირა გავიდა, როდესაც ოჯახი დაბრუნდა, მამალაძემ არ უთხრა მათ რა გაიგო, არ უთხრა ვინ იდგა აფეთქების უკან, არ უთხრა რატომ გადარჩა. მან უბრალოდ თქვა: ყველაფერი კარგად იქნება და ეს იყო სიცრუე, რომელიც ყველამ იცოდა, მაგრამ არავინ თქვა ხმამაღლა.
რატომ არ უთხრა მამალაძემ ჭეშმარიტება თავის ოჯახს, რადგან ჭეშმარიტება იყო უფრო საშინელი, ვიდრე სიცრუე. წითელი ხიდის კონტრაბანდული ნაკადები 2001 წლის აპრილის შემდეგ, აფეთქების შემდეგ არ შეწყვეტილა. პირიქით, ისინი გაძლიერდა. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ აფეთქება არ იყო მიმართული კონტრაბანდის შეჩერებისკენ, არამედ მისი კონტროლის გადანაწილებისკენ. ვინც ცადა მამალაძის მოკლა, არ უნდოდა ბიზნესის განადგურება, უნდოდა ბიზნესის ხელში ჩაგდება. და როდესაც მამალაძე გადარჩა, როდესაც მან გააგრძელა მუშაობა, ეს ნიშნავდა, რომ ის ან მიიღო გაფრთხილება და დათანხმდა ახალ წესებს, ან გადაწყვიტა, რომ ებრძოლა, მაგრამ ამჯერად უფრო ფრთხილად, უფრო ჩრდილოვნად, უფრო სასიკვდილოდ. 2001 წლის მაისიდან 2003 წლის ნოემბრამდე, ვარდების რევოლუციამდე, მამალაძე იცხოვრა როგორც ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მასზე ნადირობენ, მაგრამ არ იცის, როდის მოხდება შემდეგი თავდასხმა. ის აგრძელებდა მუშაობას, აგრძელებდა კონტრაბანდის კონტროლს, აგრძელებდა შევარდნაძის მხარდაჭერას, მაგრამ ყოველ ღამე ამოწმებდა საიდუმლო გვირაბებს, ყოველ დილას ამოწმებდა მანქანას, ყოველ საათს ამოწმებდა დაცვის ჯგუფს. ეს იყო ცხოვრება მუდმივ შიშში. და როდესაც 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუცია მოხდა, როდესაც შევარდნაძე გადადგა, მამალაძემ იცოდა, რომ მისი დრო ამოიწურა. მან გაიქცა რუსეთში, არა იმიტომ, რომ ეშინოდა ახალი ხელისუფლების, არამედ იმიტომ, რომ იცოდა, ახალი ხელისუფლება ვერ დაიცავდა მას იმ ადამიანებისგან, რომლებიც 2001 წელს სცადეს მისი მოკლა. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? და რატომ 21 წლის შემდეგ ისინი ჯერ კიდევ თავისუფალნი არიან? 2004 წელი ვარდების რევოლუციის შემდეგ. ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ძველი საქმეების ხელახალი გახსნა. მამალაძის აფეთქების საქმე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც თაროდან ჩამოიღეს. ახალმა გამომძიებლებმა იპოვეს ის, რაც ძველმა გამომძიებლებმა ვერ იპოვეს. დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებდა კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ მოტივებზე, კონკრეტულ ფინანსურ ნაკადებზე. მაგრამ როდესაც ეს დოკუმენტები გახდა საჯარო, როდესაც ჟურნალისტებმა დაიწყეს კითხვები, მოხდა რაღაც უცნაური. საქმე ისევ დაიხურა. ამჯერად არა იმიტომ, რომ არ იყო მტკიცებულებები, არამედ იმიტომ, რომ მტკიცებულებები მიუთითებდა ადამიანებზე, რომლებიც ახლა იყვნენ ახალი ხელისუფლების ნაწილი. ვარდების რევოლუციამ შეცვალა სახეები, მაგრამ არ შეცვალა სისტემა, და ის იყო ის ჭეშმარიტება, რომელიც არავის სურდა აღიარებულიყო. მამალაძის აფეთქების საქმე დარჩა ღია, ოფიციალურად. მაგრამ რეალურად ყველა მიცოდა, რომ ეს საქმე არასოდეს გაიხსნებოდა, რადგან მისი გახსნა ნიშნავდა იმის გახსნას, თუ როგორ მუშაობდა საქართველო 2000-იანი წლების დასაწყისში, როგორ იყო ხელისუფლება და კრიმინალი ერთი და იგივე. და ის იყო ის ჭეშმარიტება, რომელიც არც ძველ ხელისუფლებას სურდა, არც ახალს. მაშ ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც სურდა ლევან მამალაძის სიკვდილი? და რატომ ჩვენ 21 წლის შემდეგ ჯერ კიდევ ვეშინიათ მისი სახელის წარმოთქმა? 2001 წლის 23 აპრილი, დღე, როდესაც აფეთქება მოხდა, იყო დღე, როდესაც ლევან მამალაძემ უნდა გაიცნო ადამიანს, რომელსაც არასოდეს უნახავს. შეხვედრა დაგეგმილი იყო რუსთავის მერიის შენობაში, მეორე სართულზე, დახურულ ოთახში, სადაც არავინ შევიდოდა. ეს ადამიანი მოვიდა თბილისიდან, არაოფიციალურად, არარეგისტრირებულად, არამედ ისე, რომ არც ერთ კამერას არ დაუფიქსირებია მისი სახე. დაცვის ჯგუფმა იცოდა მხოლოდ ის, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ვიზიტორი, არაფერი მეტი. შეხვედრა გაგრძელდა 30 წუთი. ზუსტად 30 წუთი, რადგან დაცვის უფროსმა დააფიქსირა დრო. როდესაც ვიზიტორი გავიდა, მამალაძე დარჩა ოთახში მარტო, 5 წუთის განმავლობაში, რაც არასოდეს ხდებოდა, რადგან გუბერნატორი არასოდეს რჩებოდა მარტო. დაცვის უფროსი, რომელიც იდგა კარის მიღმა, გაიგონა ხმა, არა ტირილი, არა კივილი, არამედ რაღაც, რაც უფრო საშინელი იყო. სიჩუმე, სრული, მძიმე, დამთრგუნველი სიჩუმე. როდესაც მამალაძე გამოვიდა, მისი სახე იყო ფერმკრთალი, მისი ხელები კანკალი, მისი თვალები ცარიელი. მან უთხრა დაცვის უფროსს, ჩვენ მივდივართ ახლავე, და ეს იყო ბრძანება, რომელიც არ განიხილებოდა. ისინი ჩასხდნენ მანქანაში და გამოვიდნენ მერიის შენობიდან. და ზუსტად 2 წუთის შემდეგ აფეთქდა ბომბი. რა უთხრა იმ ვიზიტორმა მამალაძეს იმ 30 წუთის განმავლობაში? და რატომ, როდესაც გამოძიება დაიწყო, ამ ვიზიტორის არსებობა საერთოდ არ აღინიშნა არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში? 2001 წლის აპრილის 23. დღე, როდესაც აფეთქება მოხდა, იყო დღე, როდესაც ლევან მამალაძემ უნდა გაეცნო ადამიანს, რომელსაც არასოდეს უნახავს. შეხვედრა დაგეგმილი იყო რუსთავის მერიის შენობაში,
მეორე სართულზე, დახურულ ოთახში, სადაც არავინ შევიდოდა. ეს ადამიანი მოვიდა თბილისიდან, არა ოფიციალურად, არა რეგისტრირებულად, არამედ ისე, რომ არც ერთ კამერას არ დაუფიქსირებია მისი სახე. დაცვის ჯგუფმა იცოდა მხოლოდ ის, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ვიზიტორი, არაფერი მეტი. შეხვედრა გაგრძელდა 30 წუთი, ზუსტად 30 წუთი, რადგან დაცვის უფროსმა დააფიქსირა დრო. 2001 წლის 24 აპრილი, დღე აფეთქების შემდეგ, იყო დღე, როდესაც ლევან მამალაძემ მიიღო ტელეფონის ზარი. ზარი მოვიდა უცნობი ნომრიდან, ხმა იყო უცნობი, მაგრამ სიტყვები იყო ნათელი. შენ გადარჩი, რადგან ჩვენ გვინდოდა რომ გადარჩე. შენი ცოცხლებ, რადგან ჩვენ გვინდა რომ იცოცხლო. მაგრამ ახლა შენი ცოდე, შენი სიცოცხლე აღარ არის შენი, ის არის ჩვენი. და შენ გააკეთებ ზუსტად ის, რასაც ჩვენ გეტყვით. მამალაძემ არ უპასუხა, მან უბრალოდ მოისმინა და როდესაც ზარი დასრულდა, მან გააკეთა ის, რაც არასოდეს გაუკეთებია. დაწვა ტელეფონი. არა გამურთო, არა გადაყარა, დაწვა, ცეცხლში ჩაყარა, ფერფლად აქცია. დაცვის უფროსმა, რომელმაც ეს დაინახა, ამბობს, მე არასოდეს მინახავს ის ასე შეშინებული. ის არ იყო შეშინებული აფეთქებისას, ის იყო შოკირებული, მაგრამ არა შეშინებული. მაგრამ ამ ზარის შემდეგ ის იყო ადამიანი, რომელმაც დაინახა საკუთარი სიკვდილი და იცოდა, რომ ვერაფერს გააკეთებდა მის თავიდან აცილებას. ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც დარეკა მამალაძეს იმ დილით და რა უთხრა მას, რამაც ის იმდენად შეაშინა, რომ მან დაწვა საკუთარი ტელეფონი. წითელი ხიდის კონტრაბანდული ნაკადები 2001 წლის აპრილის შემდეგ, აფეთქების შემდეგ, გაიზარდა 40%-ით. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, არა ჩრდილოვანი, არამედ ოფიციალური, რადგან ზოგიერთი ნაკადი იყო ნახევრად ლეგალური, ნახევრად უკანონო. 40%. ეს ნიშნავს მილიონობით დოლარს, ეს ნიშნავს ასობით ადამიანს, ეს ნიშნავს ახალ სისტემას, რომელიც აშენდა ძველის ნანგრევებზე. ვინ აკონტროლებდა ამ ახალ სისტემას? არა ლევან მამალაძე. ის იყო მხოლოდ სახე, მხოლოდ ფასადი, მხოლოდ მარიონეტი. რეალური კონტროლი იყო სხვა ადამიანების ხელში. ადამიანების, რომელთა სახელები არასოდეს გამოჩნდა დოკუმენტებში, მაგრამ რომელთა ხელმოწერა იყო ყველა გადაწყვეტილებაზე. 2001 წლის მაისიდან 2003 წლის ნოემბრამდე 2 წლისა და 7 თვის განმავლობაში ლევან მამალაძე იყო გუბერნატორი, რომელიც არ მართავდა. ის იყო გუბერნატორი, რომელიც ასრულებდა ბრძანებებს. და როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, როდესაც ძველი სისტემა ჩამოინგრა, ახალმა სისტემამ არ შეცვალა წესები, მან მხოლოდ შეცვალა სახეები. კონტრაბანდა გაგრძელდა, კორუფცია გაგრძელდა, ძალადობა გაგრძელდა. მხოლოდ ახლა ეს ყველაფერი ხდებოდა ახალი დროშის ქვეშ, ახალი ლოზუნგების ქვეშ, ახალი სახელების ქვეშ, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა. და ეს იყო ის ჭეშმარიტება, რომელიც არავის სურდა აღიარებულიყო. არც ძველ ხელისუფლებას, არც ახალს, არც საზოგადოებას, რომელიც ფიქრობდა, რომ რევოლუცია ნიშნავდა ცვლილებას. ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც აკონტროლა ეს გადასვლა ძველი სისტემიდან ახალში? და რატომ 21 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ცხოვრობთ იმავე სისტემაში, მხოლოდ სხვა სახელებით? 2003 წლის 23 ნოემბერი, ვარდების რევოლუციის დღე. იყო დღე, როდესაც ლევან მამალაძემ გაიგო, რომ მისი დრო ამოიწურა. ახალი ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ შვანია, ნინო ბურჯანაძე, აცხადებდნენ, რომ ისინი ებრძოდნენ კორუფციას, ებრძოდნენ კრიმინალს, ებრძოდნენ ძველ სისტემას. და მამალაძე იყო ძველი სისტემის სიმბოლო. ის იყო ადამიანი, რომელიც განასახიერებდა ყველაფერს, რასაც ახალი ხელისუფლება ებრძოდა. მაგრამ როდესაც მამალაძე გაიქცა რუსეთში, როდესაც მან დატოვა საქართველო, ახალმა ხელისუფლებამ არ დაიწყო მისი ძებნა. არა იმიტომ, რომ არ შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ არ უნდოდა. რადგან მამალაძის დაბრუნება, მამალაძის სასამართლო, მამალაძის ჩვენება, ეს ყველაფერი ნიშნავდა იმის გახსნას, თუ როგორ მუშაობდა ძველი სისტემა. და ძველი სისტემა არ იყო მხოლოდ შევარდნაძე, არ იყო მხოლოდ მამალაძე. ძველი სისტემა იყო ყველა, ვინც იყო ხელისუფლებაში, მათ შორის ზოგიერთი, ვინც ახლა იყო ახალი ხელისუფლების ნაწილი. და ეს იყო ის ჭეშმარიტება, რომელიც არავის სურდა გახსნილიყო. მამალაძე დარჩა რუსეთში, არა როგორც ბეგარა, არამედ როგორც მოხერხებული მოგვარება პრობლემისა, რომელიც არავის სურდა გადაეჭრა. ის იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა ძალიან ბევრი და სუსტად ამიტომ ის უნდა ყოფილიყო შორს, ჩუმად დავიწყებული.
მაგრამ შეიძლება თუ არა ადამიანის დავიწყება, როდესაც მისი ისტორია არის ნაწილი ჩვენი ისტორიისა. და თუ ჩვენ ვივიწყებთ მას, რას ვივიწყებთ საკუთარ თავზე? 2021 წელი, 20 წელი აფეთქების შემდეგ. ლევან მამალაძე ცხოვრობს რუსეთში, მარტო, დავიწყებული, უხილავი. მისი ოჯახი დაშორდა მას, ცოლი განქორწინდა, შვილები აღარ ლაპარაკობენ მასთან. მისი ყოფილი მეგობრები, ყოფილი კოლეგები, ყოფილი მოკავშირეები, ყველა მათგანი დაივიწყა ის, ან თვლის რომ დაივიწყა. ის არის ადამიანი, რომელიც ოდესღაც მართავდა მთელ რეგიონს, აკონტროლებდა მილიონობით დოლარს, გადაწყვეტდა ათასობით ადამიანის ფეთს. და ახლა ის არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს პატარა ბინაში, მარტო, შეშინებული, დაღლილი. მისი პირადი ექიმი, რომელიც ახლა ემსახურება მას რუსეთში, ამბობს, ის არ არის ავად ფიზიკურად, ის არის ავად ფსიქოლოგიურად. ის ცხოვრობს წარსულში. ის ყოველ ღამე ხედავს სიზმრებს იმ დღის შესახებ, როდესაც აფეთქება მოხდა. ის ყოველ დილას იღვიძებს და ამოწმებს, ცოცხალია თუ არა. ის არის ადამიანი, რომელიც გადარჩა, მაგრამ არ იცხოვრა. ის უბრალოდ არსებობს, დღითი დღე, საათითი საათ, წუთითი წუთით. ეს არის ფასი ძალაუფლებისა, არა სიკვდილი, არამედ სიცოცხლე, რომელიც უარესია სიკვდილზე. და როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მამალაძეზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მის ისტორიაზე, ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, ღირდა თუ არა? ღირდა თუ არა ის ძალაუფლება, ის ფული, ის გავლენა? თუ ბოლოს ის ყველაფერი, რაც დარჩა, იყო შიში, მარტოობა, სინანული. 2021 წლის 23 აპრილი. ზუსტად 20 წელი აფეთქების შემდეგ. ლევან მამალაძემ გააკეთა ის, რასაც არასოდეს გაუკეთებია. დარეკა ქართულ ტელევიზიას და თქვა, რომ მზად იყო ლაპარაკისთვის. მან თქვა, რომ მზად იყო ყველაფრის გახსნისთვის. ვინ იდგა აფეთქების უკან? რატომ მოხდა ეს? რა იცოდა მან, რასაც არასოდეს უთქვამს? ტელევიზიამ უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა მას, მაგრამ არასოდეს დაუკავშირდა. მამალაძემ დარეკა კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ მიიღო იგივე პასუხი. მესამე ჯერზე, როდესაც მან დარეკა, მას უთხრეს: ბატონო მამალაძე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი ისტორია აღარ არის საინტერესო. ხალხს აღარ აინტერესებს რა მოხდა 20 წლის წინ. ხალხს აინტერესებს მომავალი, არა წარსული. და ეს იყო ის მომენტი, როდესაც მამალაძემ გაიგო. ის არ იყო მხოლოდ დავიწყებული, ის იყო უსარგებლო. მისი ჭეშმარიტება, მისი ისტორია, მისი ცოდნა, ყველაფერი ეს აღარ იყო საჭირო, რადგან საზოგადოება გადავიდა წინ, დაივიწყა წარსული, ააშენა ახალი მომავალი. მაგრამ შეიძლება თუ არა მომავლის აშენება, როდესაც წარსული არ არის გახსნილი. შეიძლება თუ არა წინსვლა, როდესაც ჩვენ არ ვიცით საიდან მოვდივართ. და თუ ჩვენ ვივიწყებთ ლევან მამალაძეს, ვივიწყებთ მის ისტორიას, ვივიწყებთ იმ სისტემას, რომელმაც შექმნა ის, რას ვივიწყებთ საკუთარ თავზე? ვინ ვართ ჩვენ, თუ ჩვენ არ ვიცით ვინ ვიყავით? 2003 წლის ნოემბრის 23, ვარდების რევოლუციის დღე, იყო დღე, როდესაც ლევან მამალაძემ გაიგო, რომ მისი დრო ამოიწურა. ახალი ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ოვანია, ნინო ბურჯანაძე, აცხადებდნენ, რომ ისინი ებრძოდნენ კორუფციას, ებრძოდნენ კრიმინალს, ებრძოდნენ ძველ სისტემას. და მამალაძე იყო ძველი სისტემის სიმბოლო. ის იყო ადამიანი, რომელიც განასახიერებდა ყველაფერს, რასაც ახალი ხელისუფლება ებრძოდა. მაგრამ როდესაც მამალაძე გაიქცა რუსეთში, როდესაც მან დატოვა საქართველო, ახალმა ხელისუფლებამ არ დაიწყო მისი ძებნა. არა იმიტომ, რომ არ შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ არ უნდოდა. 2021 წელი, 20 წელი აფეთქების შემდეგ, ლევან მამალაძე ცხოვრობს რუსეთში, მარტო, დავიწყებული, უხილავი. მისი ოჯახი დაშორდა მას, ცოლი განქორწინდა, შვილები აღარ ლაპარაკობენ მასთან. მისი ყოფილი მეგობრები, ყოფილი კოლეგები, ყოფილი მოკავშირეები, ყველა მათგანი დაივიწყა ის, ან თვლის რომ დაივიწყა. ის არის ადამიანი, რომელიც ოდესღაც მართავდა მთელ რეგიონს, აკონტროლებდა მილიონობით დოლარს, გადაწყვეტდა ათასობით ადამიანის ბედს. და ახლა ის არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს პატარა ბინაში, მარტო, შეშინებული, დაღლილი. მისი პირადი ექიმი, რომელიც ახლა იმსახურება მას რუსეთში, ამბობს: ის არ არის ავად ფიზიკურად,
ის არის ავად ფსიქოლოგიურად. 2021 წლის აპრილის 23 ზუსტად 20 წელი აფეთქების შემდეგ ლევან მამალაძემ გააკეთა ის, რასაც არასოდეს გაუკეთებია. დარეკა ქართულ ტელევიზიას და თქვა, რომ მზად იყო ლაპარაკისთვის. მან თქვა, რომ მზად იყო ყველაფრის გახსნისთვის. ვინ იდგა აფეთქების უკან? რატომ მოხდა ეს? რა იცოდა მან, რასაც არასოდეს უთქვამს? ტელევიზიამ უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა მას, მაგრამ არასოდეს დაუკავშირდა. მამალაძემ დარეკა კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ მიიღო იგივე პასუხი. მესამე ჯერზე, როდესაც მან დარეკა, მას უთხრეს: ბატონო მამალაძე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი ისტორია აღარ არის საინტერესო. ხალხს აღარ აინტერესებს რა მოხდა 20 წლის წინ. ხალხს აინტერესებს მომავალი, არა წარსული. და ეს იყო ის მომენტი, როდესაც მამალაძემ გაიგო. ის არ იყო მხოლოდ დავიწყებული, ის იყო უსარგებლო. მისი ჭეშმარიტება, მისი ისტორია, მისი ცოდნა, ყველაფერი ეს აღარ იყო საჭირო, რადგან საზოგადოება გადავიდა წინ, დაივიწყა წარსული, ააშენა ახალი მომავალი. მაგრამ შეიძლება თუ არა მომავლის აშენება, როდესაც წარსული არ არის გახსნილი. შეიძლება თუ არა წინსვლა, როდესაც ჩვენ არ ვიცით საიდან მოვდივართ. და თუ ჩვენ ვივიწყებთ ლევან მამალაძეს, ვივიწყებთ მის ისტორიას, ვივიწყებთ იმ სისტემას, რომელმაც შექმნა ის, რას ვივიწყებთ საკუთარ თავზე? ვინ ვართ ჩვენ თუ ჩვენ არ ვიცით ვინ ვიყავით? 2001 წლის აპრილის 23 დღე, როდესაც აფეთქება მოხდა, იყო დღე, როდესაც ლევან მამალაძის უახლოესმა თანამშრომელმა, რომელიც მასთან იყო ბოლო წუთებამდე, გააკეთა არჩევანი, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. ეს ადამიანი, დაცვის უფროსი, რომელსაც მამალაძე ენდობოდა როგორც საკუთარ თავს, იცოდა ზუსტად სად იდგა ბომბი, იცოდა ზუსტად როდის აფეთქდებოდა, იცოდა ზუსტად რა უნდა გაეკეთებინა, რომ გუბერნატორი გადარჩენილიყო. მაგრამ ის არ იცოდა ერთი, რომ მისი ყოველი ნაბიჯი, მისი ყოველი გადაწყვეტილება, მისი ყოველი სიტყვა იყო კონტროლირებული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც იდგნენ უფრო მაღლა, უფრო ჩრდილში, უფრო საშიშად. როდესაც მან უთხრა მამალაძეს, რომ დრო იყო წასვლის, როდესაც მან უბრძანა მძღოლს, რომ გაეყოლებინა ჩვეულებრივი მარშრუტით, როდესაც მან შეამოწმა მანქანა და თქვა, რომ ყველაფერი უსაფრთხო იყო, ყოველ ამ მომენტში ის ასრულებდა როლს, რომელიც მისთვის დაწერილი იყო სხვების მიერ. ის იყო მარიონეტი, არა იმიტომ, რომ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ არ ქონდა არჩევანი. რადგან 2 ქვით ადრე, როდესაც მას დარეკეს უცნობი ნომრიდან და უთხრეს: შენი ოჯახი ცხოვრობს თბილისში, შენი შვილი დადის მესამე სკოლაში, შენი ცოლი მუშაობს საავადმყოფოში, ჩვენ ვიცით ყველაფერი შენზე და შენ გააკეთებ ზუსტად ის, რასაც ჩვენ გეტყვით. მან გაიგო, რომ მისი ერთგულება აღარ იყო მამალაძისადმი, არამედ იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც იცოდნენ, როგორ შეეხოთ მას იქ, სადაც ყველაზე დგიოდა. და როდესაც აფეთქება მოხდა, როდესაც მამალაძე გადარჩა, ის დაცვის უფროსი იცოდა, ის გადარჩა არა მისი წყალობით, არამედ იმიტომ, რომ ვინმეს უნდოდა, რომ გადარჩენილიყო. რადგან სიკვდილი იქნებოდა ძალიან მარტივი, ძალიან სწრაფი, ძალიან მოწყალე, მაგრამ სიცოცხლე შიში, სიცოცხლე დამოკიდებულებაში, სიცოცხლე როგორც მარიონეტი, ეს იყო უფრო საშინელი სასჯელი. ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც დარეკა დაცვის უფროსი მღამით? და რატომ 21 წლის შემდეგ ეს დაცვის უფროსი ცხოვრობს რუსეთში, იმავე ქალაქში, სადაც მამალაძე? 2 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს აღარ ესაუბრებიან, მაგრამ ორივე იციან, რომ მათი დამლაშება არის ის, რაც ინარჩუნებს მათ ცოცხლებს. 2001 წლის აპრილის 24 დღე, აფეთქების შემდეგ, იყო დღე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა რუსთავში. არა იმისთვის, რომ გამოეძიებინა დანაშაული, არამედ იმისთვის, რომ წაეშალა კვალი. მაგრამ სიცოცხლე შიში, სიცოცხლე დამოკიდებულებაში, სიცოცხლე როგორც მარიონეტი, ეს იყო უფრო საშინელი სასჯელი. ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც დარეკა დაცვის უფროსი მღამით? და რატომ 21 წლის შემდეგ ეს დაცვის უფროსი ცხოვრობს რუსეთში, იმავე ქალაქში, სადაც მამალაძე? 2 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს აღარ ისაუბრებიან, მაგრამ ორივე იციან, რომ მათი დამლაშობა არის ის, რაც ინარჩუნებს მათ ცოცხლებს. 2001 წლის აპრილის 24
დღე აფეთქების შემდეგ იყო დღე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა რუსთავში. არა იმისთვის, რომ გამოეძიებინა დანაშაული, არამედ იმისთვის, რომ წაეშალა კვალი. ისინი იყვნენ 6 ადამიანი, ყველა მათგანი პროფესიონალი, ყველა მათგანი ერთგული, ყველა მათგანი ჩუმი. მათი დავალება იყო მარტივი: მოეძებნათ ყველა დოკუმენტი, ყველა ჩანაწერი, ყველა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, ვინ რეალურად იდგა აფეთქების უკან და განადგურებულიყო ეს. არა დამალულიყო, განადგურებულიყო. ისინი მუშაობდნენ 2 დღის განმავლობაში. 2 დღე, როდესაც რუსთავის პოლიციის შენობა იყო დახურული ტექნიკური სამუშაოების გამო. 2 დღე, როდესაც არავინ შევიდა და არავინ გამოვიდა. როდესაც მათ დაასრულეს, როდესაც ისინი დატოვეს შენობა, მათთან წაიღეს 4-5 დოკუმენტებით. 4-5, რომლებიც შეიცავდა ჭეშმარიტებას იმის შესახებ, თუ ვინ, როდის, როგორ და რატომ სცადა ლევან მამალაძის მოკლა. ეს ყუთები ჩაიტანეს თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, სარდაფში, სადაც ინახებოდა ყველაზე საიდუმლო დოკუმენტები. და იქ, იმ სარდაფში, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ადამიანმა, რომლის სახელი არასოდეს გამოჩნდა არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში, გახსნა ეს ყუთები, წაიკითხა დოკუმენტები და შემდეგ ნელა, მეთოდურად, ფრთხილად დაწვა ისინი, ერთი-ერთის მიღმა, გვერდი-გვერდის მიღმა, სიტყვა-სიტყვის მიღმა. როდესაც ის დაასრულა, როდესაც ბოლო ფურცელი იქცა ფერფლად, მან თქვა მხოლოდ ერთი წინადადება: ახლა ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. მაგრამ უსაფრთხოდ ვისგან? უსაფრთხოდ ჭეშმარიტებისგან, უსაფრთხოდ ისტორიისგან, უსაფრთხოდ საკუთარი თავისგან. 2001 წლის მაისი, თვე აფეთქების შემდეგ, იყო თვე, როდესაც ლევან მამალაძე მიიღო ვიზიტორი, რომელიც მოვიდა არა დღის საათებში, არამედ ღამის 2 საათზე. არა ოფიციალურად, არამედ საიდუმლოდ. არა მისი რეზიდენციაში, არამედ ადგილას, რომელიც იცოდა მხოლოდ მან და მისმა უახლოესმა წრემ. ეს ვიზიტორი იყო ადამიანი, რომელსაც მამალაძე იცნობდა წლების განმავლობაში. არა როგორც მეგობარს, არამედ როგორც პარტნიორს, როგორც მოკავშირეს, როგორც ადამიანს, რომელთანაც ის იზიარებდა ბიზნესს, ძალაუფლებას, საიდუმლოებებს. მაგრამ იმ ღამით, როდესაც ეს ვიზიტორი შემოვიდა ოთახში, მამალაძემ დაინახა მის თვალებში რაღაც, რაც არასოდეს უნახავს: სიცივე, გაუცხოება, საშიშროება. ვიზიტორმა ჩამოჭდა, არ დალია ჩაი, არ მიირთვა საკვები, არ გაიღიმა. მან უბრალოდ თქვა: ლევან, შენ გადარჩი, რადგან ჩვენ გვინდოდა რომ გადარჩე. მაგრამ ახლა შენ უნდა გაიგო, შენი გადარჩენა არ იყო საჩუქარი, ის იყო ინვესტიცია. და ახლა დროა, რომ ეს ინვესტიცია დაგვიბრუნო. მამალაძემ კითხა: რა გინდათ? ვიზიტორმა უპასუხა: ყველაფერი. წითელი ხიდი ჩვენი, სადახლო ჩვენი, რუსთავის ქარხანა ჩვენი. შენ დარჩები გუბერნატორად, შენ დარჩები სახედ, შენ დარჩები ფასადად, მაგრამ რეალური გადაწყვეტილებები ჩვენ მივიღებთ. და თუ შენ არ დაგვემორჩილები, თუ შენ წინააღმდეგობას ცდი, თუ შენ ფიქრობ, რომ შეგიძლია თამაში ჩვენს წინააღმდეგ, მაშინ შემდეგი ბომბი არ იქნება შენი მანქანის ქვეშ, ის იქნება შენი შვილის სკოლის ქვეშ. და ეს იყო ის მომენტი, როდესაც ლევან მამალაძემ გაიგო: ის აღარ იყო გუბერნატორი, ის აღარ იყო ხელმძღვანელი, ის აღარ იყო ძლიერი. ის იყო ტყვე სისტემისა, რომლის აშენებაშიც მან თავად მიიღო მონაწილეობა. ტყვე ადამიანებისა, რომელთა ძალაუფლებაში მოსვლაშიც მან თავად მიიღო მონაწილეობა. ტყვე არჩევანისა, რომელიც მან თავად გააკეთა წლების წინ, როდესაც გადაწყვიტა, რომ ძალაუფლება იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პრინციპები. ვინ იყო ის ვიზიტორი, რომელმაც ეს უთხრა მამალაძეს იმ ღამით? და რატომ 21 წლის შემდეგ ეს ადამიანი ჯერ კიდევ არის ძალაუფლებაში? არა იმავე თანამდებობაზე, არა იმავე სახელით, მაგრამ იმავე გავლენით, იმავე კონტროლით, იმავე უსაფრთხოებით. 2001 წლის ივნისი, 2 თვე აფეთქების შემდეგ, იყო თვე, როდესაც ლევან მამალაძემ სცადა ბოლო წინააღმდეგობა. მან დარეკა ედუარდ შევარდნაძეს, პირდაპირ, პირადად, საიდუმლოდ და უთხრა ყველაფერი. უთხრა იმ ვიზიტორის შესახებ, რომელიც მოვიდა ღამით. უთხრა იმ მუქარის შესახებ, რომელიც მას გააკეთეს. უთხრა იმ სისტემის შესახებ, რომელიც აკონტროლებდა მას. მან ელოდა, რომ შევარდნაძე დაიცავდა მას, რომ შევარდნაძე დაეხმარებოდა მას, რომ შევარდნაძე გამოიყენებდა თავის ძალაუფლებას, რათა შეიჩერებინა ეს. მაგრამ შევარდნაძე მოусმინა ყურადღებით, მოусმინა ჩუმად, მოусმინა ბოლომდე. და შემდეგ თქვა: ლევან,
მე მესმის შენი პრობლემა. მაგრამ შენ უნდა გაიგო. ეს არ არის მხოლოდ შენი პრობლემა. ეს არის ჩვენი ყველას პრობლემა. ჩვენ ვცხოვრობთ სისტემაში, სადაც ძალაუფლება არ არის აბსოლუტური, სადაც კონტროლი არ არის სრული, სადაც ყოველი ადამიანი, მათ შორის მე, არის დამოკიდებული სხვებზე. და თუ მე ვცდი შენს დაცვას, თუ მე ვცდი ამ ადამიანების წინააღმდეგ წასვლას, მაშინ მე არ ვიქნები პრეზიდენტი. მე ვიქნები შემდეგი, ვინც გადარჩება ბომბის აფეთქებას. ასე რომ ლევან, მე გირჩევ, მიიღე ის, რაც შენ შემოგთავაზეს. იცხოვრე ისე, როგორც შენ გეუბნებიან და იყავი მადლიერი, რომ შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. და ეს იყო ის მომენტი, როდესაც ლევან მამალაძემ გაიგო, ის იყო მარტო. არა იმიტომ, რომ არავის უნდოდა მისი დახმარება, არამედ იმიტომ, რომ არავის შეეძლო მისი დახმარება. რადგან სისტემა, რომელიც აკონტროლებდა მას, იყო უფრო ძლიერი ვიდრე პრეზიდენტი, უფრო ძლიერი ვიდრე მთავრობა, უფრო ძლიერი ვიდრე კანონი. ეს იყო სისტემა, რომელიც აშენებული იყო არა წესებზე, არამედ შიშზე, არა კანონებზე, არამედ ძალაზე, არა პრინციპებზე, არამედ გადარჩენაზე. და ამ სისტემაში გადარჩენა ნიშნავდა დამორჩილებას, სრულ, უპირობო, საბოლოო დამორჩილებას. რატომ არ დაიცვა შევარდნაძე მამალაძე იმ დღეს? რადგან თავად შევარდნაძე იყო ნაწილი იმავე სისტემისა, არა როგორც ხელმძღვანელი, არამედ როგორც მონაწილე, როგორც ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ მისი ძალაუფლება იყო დროებითი, მოწყვლადი, პირობითი. 2001 წლის სექტემბერი, 5 თვე აფეთქების შემდეგ, იყო თვე, როდესაც ლევან მამალაძემ დაიწყო ცხოვრება როგორც ჩრდილი. ის აგრძელებდა მუშაობას როგორც გუბერნატორი, დადიოდა ოფისში, ხვდებოდა ადამიანებს, აწერდა ხელს დოკუმენტებზე, გამოდიოდა ტელევიზიაში. მაგრამ ყველა, ვინც მას იცნობდა, ხედავდა, ეს აღარ იყო იგივე ადამიანი. მისი თვალები იყო ცარიელი, მისი ხმა იყო უსულო, მისი მოძრაობები იყო მექანიკური. ის იყო როგორც მსახიობი, რომელიც თამაშობდა როლს, რომელიც აღარ სჯეროდა, მაგრამ აგრძელებდა თამაშს, რადგან არ იცოდა როგორ შეეწყვიტა. მისი ოჯახი, ცოლი და შვილები ცხოვრობდნენ თბილისში, შორს მისგან, დაცულნი, მაგრამ იზოლირებულნი. ისინი არ ესაუბრებოდნენ მას ყოველდღე, მხოლოდ კვირაში ერთხელ, მოკლედ, ფორმალურად, თითქოს ესაუბრებოდნენ უცხო ადამიანს. მისი მეგობრები, ყოფილი მეგობრები, თანდათან შორდებოდნენ მას, არა იმიტომ, რომ აღარ უყვარდათ, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდათ. რადგან ყველა მიცოდა, ვინც იყო ახლოს მამალაძესთან, ის იყო საშიშროებაში. არა იმიტომ, რომ მამალაძე იყო საშიში, არამედ იმიტომ, რომ ის, ვინც აკონტროლებდა მამალაძეს, იყო საშიში. და ამ ადამიანებს არ უნდოდათ მოწმეები, არ უნდოდათ თანამზრახველები, არ უნდოდათ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ძალიან ბევრი. ასე რომ ლევან მამალაძე იყო მარტო, არა ფიზიკურად, არამედ ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ეგზისტენციალურად. ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ადამიანების გარშემო, მაგრამ არავინ რეალურად იყო მასთან. ის იყო ადამიანი, რომელიც ლაპარაკობდა ყოველდღე, მაგრამ არავინ რეალურად უსმენდა მას. ის იყო ადამიანი, რომელიც არსებობდა, მაგრამ არ ცხოვრობდა. და ეს იყო ფასი მისი გადარჩენისა. არა სიკვდილი, არამედ სიცოცხლე, რომელიც იყო უარესი სიკვდილზე. რატომ არ გაიქცა მამალაძე იმ დროს? რატომ არ დატოვა ყველაფერი და არ წავიდა? რადგან იცოდა, გაქცევა ნიშნავდა სიკვდილს, არა მისთვის, არამედ მისი ოჯახისთვის, მისი შვილებისთვის, ყველასთვის, ვინც მას უყვარდა. 2003 წლის ნოემბრის 23, ვარდების რევოლუციის დღე. იყო დღე, როდესაც ლევან მამალაძემ გაიგო, რომ მისი დრო საბოლოოდ ამოიწურა. ახალი ხელისუფლება, ახალგაზრდა, ენერგიული, იდეალისტური, აცხადებდა, რომ ისინი ებრძოდნენ ძველ სისტემას, ებრძოდნენ კორუფციას, ებრძოდნენ კრიმინალს. და მამალაძე იყო ძველი სისტემის სიმბოლო. ის იყო სახე, რომელიც ყველამ იცოდა. ის იყო სახელი, რომელიც ყველამ გაიგონა. ის იყო ადამიანი, რომელიც განასახიერებდა ყველაფერს, რასაც ახალი ხელისუფლება ებრძოდა. მაგრამ მამალაძემ იცოდა რაღაც, რასაც ახალი ხელისუფლება არ იცოდა. ამ თვლიდა, რომ არ იცოდა. ის იცოდა, რომ ძველი სისტემა არ იყო მხოლოდ შევარდნაძე, არ იყო მხოლოდ გუბერნატორები, არ იყო მხოლოდ ოფიციალური პირები. ძველი სისტემა იყო ჩრდილოვანი სტრუქტურები, იყო ადამიანები, რომლებიც არასოდეს გამოჩნდნენ ტელევიზიაში. იყო ძალა, რომელიც არ ქონდა სახელი, მაგრამ ქონდა კონტროლი.
და ეს ძალა არ წავიდოდა. ის უბრალოდ შეიცვლიდა ფორმას, შეიცვლიდა სახეებს, შეიცვლიდა მეთოდებს. ასე რომ, როდესაც მამალაძე გაიქცა რუსეთში, როდესაც მან დატოვა საქართველო, ის არ გაიქცა იმიტომ, რომ ეშინოდა ახალი ხელისუფლების. ის გაიქცა იმიტომ, რომ იცოდა, რომ ახალი ხელისუფლება ვერ დაიცავდა მას იმ ძალისგან, რომელიც რეალურად აკონტროლებდა ქვეყანას. ის გაიქცა იმიტომ, რომ იცოდა თუ ის დარჩებოდა, თუ ის ლაპარაკობდა, თუ ის ამხელდა ჭეშმარიტებას, მაშინ ის არ იქნებოდა დაპატიმრებული, არ იქნებოდა სასამართლოში მიცემული, არ იქნებოდა ციხეში ჩასმული. ის უბრალოდ გაქრებოდა, ისევე როგორც გაქრნენ სხვები, რომლებმაც ცადეს ლაპარაკი, რომლებმაც ცადეს წინააღმდეგობა, რომლებმაც ცადეს ჭეშმარიტების თქმა. ვინ იყო ის ძალა, რომელიც აიძულა მამალაძე გაქცევას? და რატომ 21 წლის შემდეგ ეს ძალა ჯერ კიდევ არსებობს? არა იმავე სახელით, არა იმავე ფორმით, მაგრამ იმავე არსით, იმავე კონტროლით, იმავე უსაფრთხოებით. 2022 წელი, 21 წელი აფეთქების შემდეგ, ლევან მამალაძის ოჯახი ცხოვრობს გაფანტულად, დაშორებულად, დავიწყებულად. მისი ცოლი, რომელიც განქორწინდა მასთან 2005 წელს, ცხოვრობს ევროპაში, პატარა ქალაქში, სადაც არავინ იცის მისი წარსული, არავინ იცის მისი ყოფილი ქმრის სახელი, არავინ იცის ის ტკივილი, რომელიც მან გადაიტანა. მისი შვილები, ახლა უკვე ზრდასრულები, ოჯახიანები, დამოუკიდებლები, არ ლაპარაკობენ მამაზე. არა იმიტომ, რომ სძულთ, არამედ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ ილაპარაკონ ადამიანზე, რომელიც ერთდროულად იყო მათი მამა და უცხო, იყო მათი სისხლი და მათი სირცხვილი, იყო მათი წარსული და მათი ტვირთი. ისინი ცხოვრობენ ახალი სახელებით, არა იმიტომ, რომ შეიცვალეს ოფიციალურად, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არ იყენებენ გვარს, რომელიც მათ აკავშირებს მამასთან. ისინი ცხოვრობენ ჩუმად, უხილავად, ფრთხილად. თითქოს ეშინიათ, რომ ვინმე აღმოაჩენს, ვინ არიან რეალურად და ეს აღმოჩენა გამოიწვევს რაღაც საშინელს. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ლევან მამალაძემ თავის ოჯახს. არა ფული, არა ქონება, არა გავლენა, არამედ შიში, სირცხვილი, სურვილი დავიწყებისა. იმ ადამიანებს, რომლებიც იდგნენ 2001 წლის აფეთქების უკან, იმ ჩრდილოვან ფიგურებს, რომლებმაც დაგეგმეს, დააფინანსეს, განახორციელეს ეს ოპერაცია, დღეს ცხოვრობენ კომფორტულად, უსაფრთხოდ, წარმატებულად. ზოგიერთი მათგანი არის ბიზნესში, დიდ ბიზნესში, ლეგალურ ბიზნესში, პატივსაცემ ბიზნესში. ზოგიერთი მათგანი არის პოლიტიკაში, არა პირველ რიგში, არა ხმამაღლა, არამედ იქ, სადაც რეალური გადაწყვეტილებები მიიღება. ზოგიერთი მათგანი არის უცხოეთში, ცხოვრობენ ვილებში, დადიან რესტორნებში, აგზავნიან შვილებს საუკეთესო სკოლებში. ისინი არ არიან დევნილნი, არ არიან დასჯილნი, არ არიან გამოძიებულნი, რადგან სისტემა, რომელიც მათ დაიცვა 2001 წელს, ჯერ კიდევ იცავს მათ დღეს, არა იმავე ფორმით, არა იმავე მეთოდებით, მაგრამ იმავე პრინციპით. ძალა იცავს ძალას, ფული იცავს ფულს, კავშირები იცავენ კავშირებს. ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელიც არავის სურს აღიარებულიყო, რომ ვარდების რევოლუციამ შეცვალა სახეები, მაგრამ არ შეცვალა სისტემა. შეცვალა რიტორიკა, მაგრამ არ შეცვალა რეალობა. შეცვალა დროშები, მაგრამ არ შეცვალა ძალა. საქართველო, ქვეყანა, რომელიც 2001 წელს იყო ჩაფლული კორუფციაში, კრიმინალში, ქაოსში. დღეს არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს წინსვლას, ცდილობს განვითარებას, ცდილობს ევროპულ ინტეგრაციას. მაგრამ ეს წინსვლა ხდება ისე, რომ წარსული რჩება დაუხსნელი, დაუსჯელი, დავიწყებული. ლევან მამალაძის აფეთქების საქმე, ისევე როგორც ასობით სხვა საქმე იმ ეპოქიდან, რჩება ღია. არა იმიტომ, რომ არ არის მტკიცებულებები, არამედ იმიტომ, რომ არ არის ნება. არა იმიტომ, რომ არ არის შესაძლებლობა, არამედ იმიტომ, რომ არ არის სურვილი. რადგან ამ საქმეების გახსნა ნიშნავდა იმის გახსნას, თუ როგორ მუშაობდა სისტემა. და ეს სისტემა არ იყო მხოლოდ წარსული, ის არის აწმყო, ის არის მომავალი. ეს არის სისტემა, რომელიც გადარჩა ყველა რევოლუციას, გადარჩა ყველა ცვლილებას, გადარჩა ყველა რეფორმას. რადგან ის არ არის აშენებული ინსტიტუტებზე, ის არის აშენებული ადამიანებზე, კავშირებზე, შიშზე, ინტერესებზე. მაგრამ თავარი კითხვა რჩება, ვინ იყო ის ადამიანი, ან ის ჯგუფი ადამიანებისა,
რომლებმაც რეალურად დაგეგმეს და განახორციელეს ლევან მამალაძის კორტეჟის აფეთქება 2001 წლის აპრილის 23-ს. იყო ეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ებრძოდა მამალაძეს კონტრაბანდის კონტროლისთვის? იყო ეს სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ცდილობდნენ მამალაძის გავლენის შემცირებას? იყო ეს პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ხედავდნენ მამალაძეში საფრთხეს? თუ იყო ეს რაღაც უფრო რთული კომბინაცია ყველა ამ ძალისა, კოორდინირებული ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანები სხვადასხვა დონიდან, სხვადასხვა სტრუქტურიდან, სხვადასხვა ინტერესით. და რატომ 21 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით პასუხი? არა იმიტომ, რომ პასუხი არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ პასუხი არის იმდენად საშიში, იმდენად დესტაბილიზირებელი, იმდენად ხელშემშლელი, რომ ის უნდა დარჩეს დამალული. თუ იმიტომ, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება უბრალოდ არ გვინდა ვიცოდეთ, რადგან ცოდნა ნიშნავს პასუხისმგებლობას, ნიშნავს არჩევანს, ნიშნავს მოქმედებას. და თუ ჩვენ ვირჩევთ არ ცოდნას, ვირჩევთ დავიწყებას, ვირჩევთ წინსვლას წარსულის გახსნის გარეშე, მაშინ რას ვირჩევთ რეალურად? ვირჩევთ კომფორტს ჭეშმარიტების ნაცვლად? ვირჩევთ სტაბილურობას სამართლიანობის ნაცვლად? ვირჩევთ მომავალს წარსულის ხარჯზე? და ეს არჩევანი, ეს ჩუმი, უხილავი, კოლექტიური არჩევანი არის თუ არა ის, რაც ინარჩუნებს სისტემას, რომელიც შექმნა ლევან მამალაძეს, რომელიც სცადა მისი მოკლა, რომელიც აიძულა გაქცევას, რომელიც დატოვა ცოცხალი, მაგრამ მკვდარი. და თუ ეს სისტემა ჯერ კიდევ არსებობს, არა იმავე სახელით, არა იმავე ფორმით, მაგრამ იმავე არსით, მაშინ ვინ არის შემდეგი ლევან მამალაძე? ვინ არის შემდეგი ადამიანი, რომელიც იქნება სიმბოლო, იქნება მსხვერპლი, იქნება გაფრთხილება? და როდის ჩვენ გადავწყვეთ, რომ საკმარისია, რომ ჩვენ გვინდა ჭეშმარიტება, რომ ჩვენ მოვითხოვთ პასუხებს? თუ ჩვენ არასოდეს გადავწყვეთ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას დავიწყებით, გავაგრძელებთ აშენებას დაუხსნელ საფუძველზე, გავაგრძელებთ ცხოვრებას დაუსჯელ წარსულთან, მაშინ რა სახის მომავალს ვაშენებთ? და ღირს თუ არა ეს მომავალი იმ ფასის, რასაც ჩვენ ვიხდით, ფასის დავიწყებისა, ფასის დუმილისა, ფასის თანხმობისა იმ სისტემასთან, რომელიც აგრძელებს არსებობას, რადგან ჩვენ ვუშვებთ მის არსებობას.